წინა ვიდეოში ახალგაზრდა იურისტებს ურჩიე, რომ მეთქი აი უტაქტო ხალხს მოერიდეთ რა, კლიენტი იქნება თუ არა კლიენტი, რა მნიშვნელობა უტაქტო და არაეთიკურ ქცევების მქონე ადამიანებს მანდამაინც ადამიანებისგან მანდამაინც სიკეთეს ნუ მოელით, დამიჯერეთ გამოცდილი და დატესტილია ეს. რაც არ უნდა საქმე გავუკეთოთ, რაც არ უნდა გადაყვეთ თან. ბოლოს მაინც ვერ გააგებინებთ, რომ ადვოკატი შრომობს. ვერ წარმოუდგენიათ, რომ ადვოკატის საქმიანობა შრომად ვერ წარმოუდგენიათ. შესაბამისად, შრომად თუ ვერ წარმოუდგენიათ, ვერც ანაზღაურება წარმოუდგენიათ. გესმით, რა შეასაქმე. ხო და ეხლა მაგაზე არა, ეხლა მინდა რომ ერთი პატარა кейსი მინდა მოგითხროთ მოქალაქეობის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის თაობაზე. ბევრს რა შეიძლება იცით, აი საბჭოთა კავშირის დროს დაავადებულებს. რომ აი საბჭოთა პასპორტი რო ქონდათ, ის გონიათ საქართველოს მოქალაქეები იყვნენ. არა უღიათ საქართველოს მოქალაქეობა, არ ქონიათ არასდროს საქართველოს პასპორტი და საბჭოთა პასპორტი რო ქონდათ, აი გონიათ რომ საქართველოს მოქალაქეები იყვნენ და ანუ ეხლა არიან უცხოეთის მოქალაქეები, ეს უფრო ემართებათ აი საბჭოთა კავშირის დროს წასული ემიგრანტები რო არიან. აი იმათ, აი ისრაელში მაგალითად რო წავიდნენ წინა საუკუნის 70-იან წლებში, მათ ხომ მიიღეს ისრაელის მოქალაქეობა, საბჭოთა მოქალაქეობა შეუწყლათ, მე საბჭოთა კავშირი დაიშალა, შესაბამისად ამათ არა უღიათ საქართველოს მოქალაქეობა და ეხლა რატომღაც ზოგს გონია, რომ აი საქართველოს მოქალაქეობა ქონდათ და ოდესღაც აი საბჭოთა პასპორტი გონიათ საქართველოს მოქალაქეობა რა. და ეხლა უნდათ რომ საქართველოს პასპორტი აიღონ და ამას ეძახიან აღდგენას. აღდგენა იცით რა არის? აი როცა რაღაც გააქვს, რომ დაკარგავ ან დათმობ და მე ხელახლა რომ მოიპოვებ. ეს არის აღდგენა. საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება აღდგენის პროცედურით ხდება მაშინ, როდესაც არამართლზომიერად შეგიწყდებათ საქართველოს მოქალაქეობა, ანუ ჯერ უნდა გქონდეთ მოქალაქეობა, მერე არამართლზომიერად შეგიწყდეთ. ან თქვენი ნებით თუ გახვალთ საქართველოს მოქალაქეობიდან, აი მერე თუ მოინდომებთ ისევ ხელახლა მონიჭებას, აი მაგას ქვია აღდგენა. ან მშობლების არჩევანის შედეგად დაუშვათ და დაკარგეთ საქართველოს მოქალაქეობა და მერე გინდათ რომ აღადგინოთ. ეს არის აღდგენა. ანუ საბჭოთა კავშირი საქართველოს არ ნიშნავს აპრიორი.